ჩვენ ვიყოფებით სოფელ ზუმში, მოცვის ბაღში, სადაც 3 წელია ული ფერტილეგ ექსტრას ვაძლევ ფესვიდან კვებას, ზემოდან ვაძლევ ამინოსოლს და გამოყენებული მაქვს ფესვიდან კობრე, რომელიც სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებაზე მუშაობს ძლიერად. რის შედეგადაც აგროფორსის მიერ მოწოდებულმა პრეპარატებმა სერიოზული შედეგი დაგვიდო. ეს ნაკვეთი გაშენებულია ერთი მხარე 8 ჰექტარზე, რომლის მოიარობა შარშან იყო სადღაც კილო-ნახევარი წელს იქნება დაახლოებით 2 კილო-ნახევრიდან 3 კილომდე ერთ ძირზე, რაც საბოლოოდ 1 ჰექტარზე 8-დან სადღაც 10 ტონამდე ველოდებით მოსავალს. ჩვენ ვიყენებთ ვექსილკალციუმს, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის გამკვრივებაში და სიდამბლის აწინააღმდეგოდ. მავნებლების წინააღმდეგ ვიყენებთ დეტოლ-ემას, რომელიც შემადგენლობაში აქვს ემამექტინ ბენზოატი, მუშაობს ძირითადად მატლებზე და ყველა ცოცხალ მავნებელს. მესამე წელია ული მოცვის ბაღს. ფერმერი არის კმაყოფილი დადებითი შედეგით და მოსავლიანობის გაზრდით. მოგესალმებით. ახლა ჩვენ ვიმყოფებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ზუმში, მოცვის მეურნეობაში, რომელიც გაშენებულია 13 ჰექტარზე. ჩვენ ახლა ნაკვეთს ვწუმრობთ აგროფორსის პარტნიორი მაღაზია აგროერას წარმომადგენელთან ერთად ვაფასებთ ნაკვეთში არსებულ სიტუაციას. მოცვის პლანტაცია არის 4 წლის და ჯერ არ არის სრულწყმოვარობაში შესული. უკვე 3 წელზე მეტია მცენარის მოვლამოყანას ჩართული აგროფორსის პრეპარატები, როგორიცაა ფერტილეგ ექსტრა ამინოსოლი, კაოს XT, ფესვიდან ხდება კობრეს გამოყენება. ასევე მავნებლების წინააღმდეგ ვიყენებთ დეტოლ-ემას. არსებული სიტუაცია გასული წლების მსგავსად არის კარგი. ნაკვეთში არ არის დაავადებების არც მავნებლების კვალი, გამოიყურება ჯამრთელად. მიუხედავად ყინვის მცირე დაზიანებისა, მოცვი განაგრძობს აქტიურად ზრდას, არის უკვე მარცვლის შევსების პერიოდში და ფერმერი დაახლოებით ელოდება 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს. ფერმერი კმაყოფილია, თქვენც ხედავთ მოკლედ არსებულ შედეგს და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით მოსავლის აღების დროს და გაგიზიარებთ არსებულ შედეგს.